ალბათ წამოვიდა გურული კაცის ფიქრები. ესე იგი, ჩემი აზრით, როგორც გურული პოლიტიკოსის, ყველა გურული პოლიტიკოსის საერთაშორისო, რა მოხდა ძალიან ცუდი, უაღრესად ცუდი. მოხდა ის, რომ ამერიკამ ბევრი ათეული წლით დაკარგა სანდო პარტნიორის იმიჯი, წოდება და განცდა. აი წარმოიდგინეთ, სამეზობლოში ხართ რამოდენიმე ოჯახი და მტრობთ ერთმანეთს რა, აი ესეც სამყარო წარმოიდგინეთ და პერიოდულად თავკრეს ამტრობთ ხოლმე ერთმანეთს. მაგრამ შეკრულები ხართ რა. და ერთ-ერთმა თქვენმა მეზობელმა, რომელიც თქვენთან ერთად დადიოდა ხოლმე პირის დასამტრევად ან დასაცავად თავის და თქვენი მოკავშირე იყო, ერთხელაც განგიცხადათ, რომ მეო შაბათ-კვირას შენთან აღარ ვიულიო. ან სამშაბათს აღარ ვიულიო, ან ოთხშაბათს აღარ ვიულიო. ამ დღეებში შენთან უნდა დაიცვა თავიო. მერე მოვიდა იმის შვილი, ის გარდაიცვალა და იმან თქვა, რომ მეო ყოველდღე ვიულიო. მერე ის სადღაც წავიდა საცხოვრებლად და უკვე იმის შვილიშვილმა იმ პირველი კაცის თქვა, რომ მეო 6 დღე არ ვცამლიაო და 1 დღეს აჰა დაგეხმარები ხანდახანო. აი ესე მოხდა ამერიკის შემთხვევაში. მთელს მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებას, ეგრეთ წოდებულ დასავლეთს ჰქონდა ამერიკის იმედი და ეს იმედი უკვე ფაფუ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც აირჩევენ პიროვნებას, რომელსაც ექნება ესეთი უხეშ სიტყვას ვიხმარ სპეციალურად ხოში დაგიდგება გვერდში, არ ექნება ხოში არ დაგიდგება გვერდში. ამერიკა ადრე იყო ღირებულებების დამცველი ქვეყანა, ну შეიძლება ეხლაც არის ჯერ კიდევ, მაგრამ ეხლა უკვე ამერიკა მისი მთავრობის სახით გარდაიქმნა ინტერესების ქვეყანად, ანუ ღირებულებები შეცვალა ინტერესებმა. რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ღირებულება თუ ინტერესი. ჩემთვის მაგალითად ღირებულებაა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი ღირებულებებიდან წარმოიშვება ჩემი ინტერესები შემდეგ და არა პირიქით, ჩემი ინტერესებიდან წარმოიშვება ჩემი ღირებულებები. მაგალითად ის რომ აი მაგალითად ქალი, რომლისთვისაც ქალბატონი ან ვაჟბატონი რა მნიშვნელობა აქვს, რატო ვუყობ, მნიშვნელოვანია მისი ინტერესები ვიდრე ღირებულებები, თქვათ უფრო ადვილად დადგება პანელზე, ვიდრე ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ღირებულებები, ის არასდროს არ დადგება პანელზე. შეიძლება ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ სავარაუდოდ კარგია აღსაქმელად. აი ესე დაემართა ჩვენს ამერიკას. ამერიკა უკვე სანდო პარტნიორი აღარ იქნება ბევრი ათეული წელი. ესე დაემართა მას მეორე მსოფლიო ომის წინ, როდესაც იზოლაციური თუ მოკლედ პოლიტიკა ჰქონდა, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, სანამ იაპონელებმა არ დაადუღეს. და შემდეგ მიხვდნენ, რომ მსოფლიო არ არის იმხელა, რომ ჩაიკეტო და შენთან არავინ მოვიდეს, მსოფლიო ძალიან პატარაა და გვერდზე რომ სადღაც რაღაც აფეთქდება, იქ ნამსხვრევები შემოხდება აუცილებლად. თუმცა ეხლა უკვე ამერიკა ინტერესების ქვეყანაა და ღირებულებებმა უკანა პლანზე გადაიწია. რა არის ეს ღირებულებები? ეს არის ღირებულებები ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ამის შესახებ ალბათ ყველაფერი კარგად იცით. მეორე მხრივ, აი ჩვენი ძველი ბოზანდარა ევროპა, რომელიც მიძინებული იყო, ერთხელ ესეთი ვიდეო ჩავწერე, რომ მოიძიოთ იპოვნით, რომ ომი რო დაუწყოს პუტინმა ევროპას მეთქი და ეს დაემთხოს შაბათ-კვირას, საუბრად არავინ გამოემთრო შაბათი და კვირაა და ისვენებენ მეთქი. ევროპა მართლა ესეთი კონტინენტია, სადაც ჯარისკაც შეიძლება არ წავიდეს საომრად და ოჯახს დაასწავთ, იმიტომ რომ შაბათ-კვირა იყოს და ისვენებდეს და შემდეგ ამის გამო სასამართლო მოიგოს, რომ მე ვისვენებდიო და არ მეცალაო, რომ დამეცო ჩემი სამშობლო და ჩემი ოჯახი ევროპის კონტინენტია, სადაც მანქანაში ზეთის გამოსვლა 20 დღის განმავლობაში ვერ შევძელი, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ, რომ ეს Toyota ცენტრია და Mitsubishi ზეთს ვერ ჩავასხამთო და ჩვენს იმას დეპრესია აქვსო. ზეთის შემსხმელსო და ერთი კვირის მერე მოდითო. მოკლედ, სასწაული ბიუროკრატია, სასწაული მიძინება და მომხმარებლური საზოგადოება, რომელიც ასე ვთქვათ, მოხმარებაზეა გადასული, რომელმაც გაყიდა საქართველო სხვადასხვის ნაწილობრივ ამერიკასთან ერთად მაშინ, რომ პუტინს გაზის ფასი არ აეწია და იაფად ეყიდათ გაზები და ამ გაზებში იხჩობიან ახლა და როდესაც
იგივე გააკეთა ყირიმის შემთხვევაში, თუმცა ყირიმის შემთხვევაში ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ უკრაინელებმა არ იომეს და ამათ მას საბაბად მიიღეს, რომ უკრაინა არ ომობს და ჩვენ რა ვქნათო. თუმცა არსებობს კიდევ ვერსიები, რომ როდესაც უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციიდან რეკავდნენ ამერიკაში და ევროპაში, ხურბლზე არ პასუხობდნენ, ეს შეიძლება ჭორებიც არის. ნიშნობა არ აქვს, მაგრამ ამ ჩვენმა ძვირფასმა ევროპამ, აქ უკვე ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე ძვირფასმა ევროპამ, იმიტომ რომ ევროპა ჩვენი სახლია, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი კონტინენტია, გაიღვიძა. ანუ ეს შეიძლება ბევრად უფრო კარგი იყოს, ვიდრე ვთქვათ, დარჩენილიყო ხელისუფლებაში ბაიდენის საქმის გამგრძელებელი და ევროპა ისევ მიძინებულ პოზიციაში ყოფილიყო. ევროპამ გაიღვიძა, იმედი მაქვს აზზე მოვლენ, იმედი მაქვს ტოიოტას ცენტრში მიცუბიში გამომიცვლიან მომავალში ზედს და სწრაფად გააკეთებენ ამას და ვინმეს თუ დეპრესია ექნება შემთხვევას მოიყვანენ სამსახურში. ბიუროკრატია დარჩება, იმიტომ რომ ამას თავის პლუსებიც აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება ეს უკეთესიც არის, რომ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მხოლოდ ტრამპს თუ შეეძლო და ტრამპისნაირ ტიპს თუ შეეძლო ევროპის გამოღვიძება. ევროპა ისე არ იღვიძებდა, წარმოედგინეთ, 3 წელი ომი მიდის უკრაინაში და ევროპას ჯერ კიდევ ისევ ეძინა. მათ 1 წლით ადრე იცოდნენ, რომ დიდი ვარაუდი ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში და არ მოემზადნენ ამისთვის. და გაოცებულები უყურებდნენ ვიცე-პრეზიდენტს ამერიკის, რომელმაც ლანძღა მიუნხენი სამიძე ევროპა და რო კითხოთ, რატო არ ელოდით ამას? პასუხს ვერ გაქცევენ, ან გაქცევენ რაღაც სრულ პასუხს, როგორც იციან. თუმცა მათ გაიღვიძეს და ეს უფრო მეტ შანსს უჩენს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ვთქვათ, აი ეს ადგილის ტკეპნა, რაც ხდებოდა აქამდე, იმიტომ რომ არავინ არ აპირებდა ჩვენს არც ნატოში მიღებას და არც ევროკავშირში მიღებას, ეს ყველაფერი მე თუ გითხავთ, იყო სატყო არა გადაგდებული პუტინისთვის, რომ პირობითად გაზი არ გაეძვირებინა. და ეხლა უკვე ევროპა მიხვდება, რომ საქართველოც, უკრაინაც, მოლდოვაც და ყველა ის ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, უნდა იყოს ევროპულ ოჯახში, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანია. როგორც მინიმუმ ის რაც დღეს ხდება მსოფლიოში, დაიწყო საქართველოს დაჩაგვრით. საქართველოს დაჩაგვრის დროს გამოჩენილი დუმილისთვის იჯება დღეს მთელი მსოფლიო. ამას აი როგორი 100%-იანი დარწმუნებით გეუბნებით, იცით? და ასე რომ მიჩნდება იმედი, მოკლედ რომ თქვა, რომ ევროპამ გაიღვიძა, ამერიკაში მომავალ არჩევნებზე შეიძლება მოვიდეს ვიღაცა ისევ დემოკრატი, რომელსაც იგივე ღირებულებები ექნება, რაც ყოველთვის ჰქონდა ამერიკას, მაგრამ იმის შიშით, რომ 4 წლის მერე ისევ ტრამპა ბრაზნი გაატრამპებს საქმეს ამერიკაში, ამერიკას სანდო პარტნიორი აღარ იქნება. ევროპა კი არასდროს არ უღალატებს თავის ღირებულებებს, ევროპის უდიდესი ნაწილი და ეს ძველი ბებერ ევროპა და თუ გამოხდება როდისმე ორბანისნაირი მატრაკვეცა სარბიელზე, ევროპა დიდია და ყოველთვის ექნებათ იმის საშუალება, რომ აი ესეთი ტიპებს ადგილი მიუჩინონ. ამიტომ მივულოცოთ ევროპას გამოღვიძება და ველოდები, როდის შეექმნება ევროპის ჯარი.